პერიოდში ამ კამპანიას და მოგოდინების შედეგად ჩვენს თანაშრომს ყველაზე უფრო მოგვითხოვება ასევე სოლიდარობის ადმინისტრაციის თანაშრომებისგან უკვე არის დაფიქსირებული. სოლიდარობის ნებაყოფლობითი ინიციატივა ყველგან, სადაც ეს სოლიდარული ფონდი ამას მანდატორიზმის ელემენტი არ აქვს. ამიტომ ეს ყველაფერი საფიქრებია. მოგეხსენებათ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი თანამშრომლობით მომზადდა საქართველოს სოლიდარობის ფონდის პროექტი. ფონდი უკვე დაფუძნდა 23 ივნისს იურიდიული რეგისტრაცია გაიარა აღნიშნულმა ორგანიზაციამ. ფონდის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელობა ჯანდაცვის სამინისტროს დაევალა და გაერთიანებული არიან იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა სამინისტროს მოადგილეების დონეზე და ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე გახლავთ საორგანიზაციო ჯგუფის შემადგენლობაში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, ესე ვთქვათ, გაგვეზიარებინა დღეს არსებული ინფორმაცია, დეტალური სტატუსი ფონდის ამოქმედების სამუშაოებთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს ყველა დეპარტამენტში და ყველა საქვეუწყებო საჯარო სამართლის იურიდიულ პირში უკვე დაგზავნილია ჯერ კიდევ 1 ივლისის მდგომარეობით მიმართვის ფორმები და ასევე თანხმობის ფორმები. მიმდინარეობს მიკროდონაციების მობილიზების პროცესი ძალიან აქტიურად და დღეს იყო, ასე ვთქვათ, სტატუსის შეჯერების შეხვედრა. და გაგვეგო რამდენად ინტენსიურად მიმდინარეობს აღნიშნული პროცესი სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში. გამოხმაურება არის ძალიან დადებითი ჩვენი თანამშრომლების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გახლავთ ინიციატორი აღნიშნული პროექტის და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი უწყებიდან სოლიდარობის ფონდის პირველი ნაბიჯებისთვის მოხდეს განსაკუთრებული მობილიზება.